მოდი ვაღიაროთ რომ უკვე ბევრი რამეა შესაძლებელი. ეს რომ მოხდეს მე წავალს მოვაქებდა. რო დაიწყო რომს მომეცა 1 საათი მაინც ყავით ანუ YouTube გადაცემაში ვარ. მოიცა შენ არ დამაშიდობოთ თუ სხვა ადამიანი ხარ გოდიზი. რა შენი აზრი მითხარი რა ესე ყვილა რა გოგლი ტყუილა ვაშ სახეს გვახებს რომელიც იდეებს. დედავაკირე შენ ნორმალური ხარ ბიჭო? მოგესალმებით მეგობრებო, მე ახლა ვართ ლაშა გელაშვილი და თქვენ უყურებთ YouTube სივრცეში ყველაზე აზარტულ, ყველაზე განსხვავებულ და ორიგინალურ შოუს ექსპერიმენტს. გადაცემის ისტორიაში დღეს მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ეპიზოდი იქნება, რადგან დღეს ჩემ წინააღმდეგ 2000 ლარის მოსაგებად ითამაშებს ორი მსახიობი, შოუმენი, საილუზიო სფეროში კარგად ჩახედული და არაერთი ფოკუსის მნახველი ნიკა გრიგოლია და ილო ბეროშვილი. პირდაპირ შეგეძლო გეთქვა 1000 გადამხტარი. ხაიჩი 1000 გადამხტარი რამდენზე ვერ გადამხტარს ნიშნავს რა. ჩვენ სტუდიები ძალიან კარგი ხარ. ფორმატი ხო შეგიცვალეთ? არა, მე გულწრფელად წარგადგინე. ხო არის პრინციპი. ძალიან გამოცილი ტანდემი ბრძანდებით, ეს არა მარტო მე რა ჩემო მაყურებელმა იცის და მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებული ექსპერიმენტები მოგიბზადეთ. და ასევე ამ განსაკუთრებულ ეპიზოდში განსაკუთრებული ამბავი მაქვს ჩემი მაყურებლისთვის, რადგან ჩვენი არხის ახალი სპონსორი გახდა კრედო ბანკი. მადლობა მას მხარდაჭერისთვის, რომელთან ერთადაც საკმაოდ ბევრ საინტერესო შეთავაზებებს გაგიზიარებთ. თამაშის წესები უცვლელია. დღეს მე თქვენ განახებთ 4 არაორდინალურ ექსპერიმენტს. დაგისვამთ კითხვას და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ნამდვილად შემიძლია მე მათი შესრულება თუ დატყუებთ და ჩემს შესაძლებლობას აღიმატება. თუ თქვენ 4-ვე კითხვაზე შეძლებთ სწორად გასცეთ პასუხი, შესაძლოა სახში 2000 ლარით დაბრუნდეთ. რომელსაც ასევე ჩვენი ერთ-ერთი სპონსორი და ევროპაში აგრეთვე ერთ-ერთი უდიდესი ცენტრალიზებული კრიპტობირჟის WhiteBit Global-ის სანდო პარტნიორი WhiteBit Georgia ვიბი ბარათზე დაგიგიცხავთ. ორი კონვერტიდან ერთ-ერთი ვიბი ბარათია მოთავსებული. ვიბი ბარათი მეგობრებო, გახლავთ პირველი კრიპტო მეგობრული ბარათი, რომლითაც გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ თქვენი აქტივები საკმაოდ მარტივად მართოთ, ასევე შეგიძლიათ გაანახოთ თანხა ნებისმიერი საბანკო ტერმინალიდან ან გამოიყენოთ ბარათი და გადაიხადოთ ნებისმიერ ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს ჩვენ შენ შესაძლებლობებზე, მაინც გონია რომ რაღაცა ლიმიტი ყველა ადამიანს აქვს. აუცილებლად. ამიტომ იმედია რომ დღეს აი სწორად გამოვიცნოთ შენ შესაძლებლობებს. კონკრეტულად ამაში თორე ისე. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს. ნახოთ. შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ პირველ ექსპერიმენტზე გადავიდეთ. ყოველი ექსპერიმენტის დროს, აი აქ შემოვა კონვერტი, სადაც კითხვის პასუხი წინასწარ არის მოთავსებული. ეს უბრალოდ იმიტომ რომ მხოლოდ ჩემ სიტყვებზე რომ არ დაიყვნოთ, რაღაცას რო თუ ვიტყვით რომ შესაძლებელია ან შეუძლებელია, კონვერტში არსებული პასუხი ყოველთვის დაადასტურებს ჩემს სიტყვებს. გადალაპარაკებების უფლება გვაქვს? არა, რა თქმა უნდა. რა არის თქმა გინდა? ფანტომასის პასტა არ კონდეს რა. რო რაღაცას წერს და იშლება და მე სხვა. არა, ამას თუ გიათ თქვენ გახსნით და ფანტომასის ჩვენ ფანტომასის თაობა ვართ. ჩვენ ფანტომასის თაობა ვართ. მე მაქვს დასტა წამოღებული, სადაც მინდა რომ პირველ რიგში ჩვენ მაყურებელმა და აგრეთვე თქვენს დაადასტუროთ, რომ ყველა კარტი ეს განსხვავებული და კამერამენ თითქმის ყველა რასაც ხედავ უცებ ერთი წამის დანახვით გამორიცხულია მთელი კალო და დაგიდასტურებ, მაგრამ გენდობი, ამაში გენდობი. არ არის პრობლემა, ესე გაგიშლით, ნახეთ? აი ესე გაგიშლით. ახლა ხო უფრო კანათლად ჩანს. ყველა კარტი განსხვავებული. ჩვენ ახლა დავაფიქსიროთ ცოტა ამისი მეშინია, იმიტომ რომ სტალინის ახალგაზრდობას გავსმაგ. მეთქი დამჭის, რაღაცა შინაგანი ის ქონდა და უცებ მივხვდი რომ სტალინის ახალგაზრდობას. არა? ილო, მე მაქვს შენთან ერთი პატარა დავალება. ვიცი რომ ბევრი ფოკუს ნამახი გაქვს. თუმცა ხა ალბათ უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ილუზიონისტი დასტიდან მაყურებელს კარტს არჩევნებს, ძირითადად ეუბნება რომ აი გადავშლი და კარტი ამოვიღე. ან მაგალითად ჩამოვშლი და სტოპ მითხარი. მსგავსი ახლა არ გვექნება, მე უბრალოდ დასტას გადავშლი, შენ უნდა ჩაიფიქრო რომელიმე მათგანი, კარგი? ან როდესაც დასტას გადავშლი, შენი მიზანია რომ კი არა უნდა ამოიღო და მე დავინახო საიდან. შენ პირდაპირ უნდა ჩაიფიქრო ერთი კარტი. მზად ხარ? გადაგიშლი, სულ რამოდენიმე წამი გექნება, კარგი? მზად ხარ? აი, მინდა რომ ერთი კარტი ჩაიფიქრო. კი. ჩაიფიქრე, ერთ კარტზე ფიქრე. საინტერესო, მე წარმოდგენა არ მაქვს შენ რა კარტზე ფიქრობ. სამაგეროთ მე მაქვს წარმოდგენა. შენ რა თქმა უნდა აუცილებლად ნიკასაც არ აქვს წარმოდგენა რა კარტზე ფიქრობს და ჯერ ვერ გავიგებთ ნიკას ამწუხაროთ რა. იცი რა მე მისი საყვარელი კარტები ვიცი და. კი, ხო მაგრამ ძალიან კარგად ვიცნო. ამ დასტაში სრული დასტა 52 კარტები, ორიანებით, სამიანებით, ოთხიანებით, ხუთიანებით და ასე შემდგომ ტუზის ჩათვლით. მაინტერესებს შენს მიერ ჩაფიქრებული კარტი დაბალია? არა. არ არის დაბალი. ისი ახალგაზრდობაც არის ცოტათი. მე რაღაც ერთ ნაწილზე გადავჭრი. ოკეი. და ხმამაღლა დაასახელე რა კარტზე ფიქრობ. დამაგული. დამაგული. ნახე მე მაგ ერთ კარტზე გადაჭრილი. რაღაცა კარტზე უკვე მე ვერც შევცვლი გადაწყვეტას, ერთ კარტზე მაქვს გადაჭრილი. მე ამ კარტს რომელზეც გადავჭერი, გამოვწევ, აი ესე, ზუსტად ამ კარტს, აი, ზუსტად ამ კარტს და აი ესე შენ წინ დავდებ. ოღონდ ჯერ არ ვნახულობთ. ხო, არ ვნახულობთ.
ეს არის ერთ კარზე, რაღაც კარზე გადავჭერა. დასტაში კიდევ ერთხელ რომ ვაჩვენოთ, რომ შენ ნებისმიერი კარტი შეგეძლო ჩაგეფიქრებინა, მაგრამ არ ვიცი რა ჩაიფიქრე. აი აქ კარტი რომელიც მე გადმოვდე და ეს ხუთს დავადებ, არავინ არ ნახოს, ზუსტად დამაგულია. ეხლა შენ უნდა გადაწყვიტო, შენ და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ეს არის შესაძლებელი თუ შეუძლებელი. მარტივად აგიხსნით, თქვენ უნდა შეძლოთ იმის განსაზღვრა, რომ მე ისიც გამოვიცანი რა კარტზე ფიქრო და ასევე ზუსტად დამაგულზე გადავჭერე. მოდი ესე მიყვეთ რა. დაუშვათ რომ დამაგული კი არა, ამ კალოდიდან რაზეც იტყვის თვითონ გადაჭრის. ასე დაუშვათ რა. აი თუ იტყოდი ტუსტუსზეც გადაჭირდა, მაგრამ აი ექსაიდან დაუშვათ რომ შენ რა ჩაიფიქრე, ეგ იცოდა. მაგრამ მე მანამდე გადავჭერი, სანამ დაასახელებდა. ტელეპათიასთან გვაქვს საქმე თუ ილუზიასთან? ბიჭო, მაგარ ტურასთან გვაქვს საქმე, ამაზე შევთანხმდეთ რა. რაღაცები რომ ფოკუსნიკია რა. ანუ მე ჩავიფიქრე ჯერ. ეს ხო არის ის მე რა ჩავიფიქრე. თან ძალიან სწრაფად მოხდა ეს, ანუ გაშალა ეგრევე შევხედე, თვალის ფილმით ვერ მიხვდებოდა, იმიტომ რომ ეხლა სადაც არ უნდა შევხედო, იქ ძალიან ბევრი კარტია ერთად, ამიტომ მაგას ვერ მიხვდება. ბიჭო, თქვათ იქ რაღაც კარტები კონდეს კიდევ, ჩინვაჩინი კარტები და დამაგულიან რაღაცები ჩამალული აქვს, შეგნით რაც უნდა, მაგრამ აი უყურე, რანაირად, აი რა დამაგულ სიტყოდი თუ რა სიტყოდი? კარგი, ლოგიკაში ეგ არ ჩდება. ანუ ბიჭო, არაფერი არ ჩაჯდება ლოგიკაში. არა, არაფერი არ ჩაჯდება ლოგიკაში, მაგრამ ჩვენი ტვინი ხო მაინც ეგრე მუშაობს, ამის ტვინისგან განსხვავებით. მე გეტყვი ხა ერთ რამეს, მოდი ახლა მე გეტყვი ერთ რამეს. ამან უეჭველი იცოდა სად გადაჭრა. აი ამან უეჭველი იცოდა სად გადაჭრა. რენდომ არ გადაუჭრია. არა, აი უეჭველი იცოდა თუ რენდომ არ გადაუჭრია, ესე იგი აქ აი თქვა იცოდა სად გადაჭრა. მე რა მნიშვნელობა თუ აქვს? ეხლა მეც მაფიქრე. შეჩემა რატო გადაჭრიდა იქ? იქ არ ვიცი, რა მაგრამ თუ არ შეუძლია, უბრალოდ რენდომ გადაჭრიდა, იმიტომ რომ იცით რომ არ შეუძლია და უბრალოდ აქ ესე იგი შეუძლია, ესე იგი შეუძლია. ხო და რა თუ ეს სპეციალურად გადაჭრა, ესე იგი აქ შეუძლია და დამა, მაგრამ მე არ მგონია რომ დამა, იმიტომ რომ რანაირად. შენ თვითონ რას ფიქრობ, შეუძლებელია თუ არა? მე მგონია რომ შეუძლებელია, მოდი ჩემი შეუძლებელი და ორი არც ერთის წინააღმდეგ და ეგ. კარგი, მივიღეთ პირველი პასუხი ძალიან ბევრი მსჯელობის შედეგად. აქ ნებისმიერი კარტი აწყობს ნიკას და ილოს დამაგულისა. მე გიდაკვირდით და კარც ხელს აღარ დავაყენებ. თქვენ თვითონ ამოატრიალებთ, მაგრამ სანამ ამოატრიალებთ, ჩემ მაყურებელს ვთქვა რომ დაალაიქოთ ვიდეო. გამოიწეროთ არხი, რადგან 150,000 გამოწეზე კიდევ ერთ ძალიან მაგარ ვიდეოს გპირდებით, ამიტომ მალე ავიდეთ 150-ზე, რომ ერთი დამატებით ახალი კონტენტი შემოგთავაზოთ. ახლა ნებისმიერ თქვენმა გამოატრიალეთ რა. გავწუროთ მოდი გაწურე. აუ შენი დედავატირე რანაირად დამაგულია რა, უნდა გვეთქვა პასუ რომ დაიწყო რომს მომეცა 1 საათი მაინც ყავით, ანუ მივხვდი რომ მაშინ იქნებოდა დამაგული. აღარ იცვლებოდა არაფერი. მაგ დროს არაფერი აღარ და იცვლებოდა. მაინც იმისთვის რომ დადასტურდეს რომ ეს ფოკუსი ნამდვილად შესაძლებელია, აქ გვაქვს შენ ერთადერთი ფურცელი, რომლის პასუხიც არის შესაძლებელი. ანუ ეს ფოკუსი იყო შესაძლებელი. მეგობრებო, გულს ნუ გაიგეთ, მარტო პირველი ყველაზე დაბალი ექსპერიმენტი ვერ გამოიცანით, თუმცა დარწმუნებული ვარ ეს იცი გამოცდილება. რა გული არ გაგიტეხია, მაგრამ მატკინე. თქვენ როგორც ახლა მსახიობ ხალხს მე თქვენთვის წამოღებული მაქვს ასეთი მსახიობების დაფა. მე ჩემი საყვარელი მსახიობია. ნახეთ ეს არის ისეთი მსახიობი, რომელსაც ცხოვრებაში ოსკარი არ მიუღიათ, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეკუთვნის. იცი რა, ესენი მსახიობები არიან, გაიგეთ? აი ეს არის მასხარა. აი მე რა მსახიობი ვარ? მე ფეხბურთელი ვარ. რულეტკასავითაა და 2-0-ა. ამერიკული რულეტკა. 0 და დაბლ 0. მე და შენ სიყვარულს შორის სამუელ ელ ჯექსონი დგას. თუმცა მე და შენ სამუელ ელ ჯექსონი ამ დაფის გარდა მეგობრებო არის ასეთი კონვერტი, სადაც რაღაც მიდევს. ეს კონვერტი მთელი ნომის განმავლობაში აქ იქნება მოთავსებული. ნიკა, მე ვიცი რომ შენ ნარდის თამაში გიყვარს ძალიან. და კამათის გაგორებაც გიყვარს. შეგიძლია რომ ჯერ არ ვიცი როგორ ძნია შეამოწრო ჩვეულებრივი კამათერად, თუნდაც რამდენჯერმე გააგორე. შენ თუ ამას კამათრი დააგოიმებ? არა, დაგორებას არ ვაპირებ. მინდა ეხა უბრალოდ რომ აი ეს კამათელი გააგორო და რო გააგორო პირდაპირ მინდა რომ ხელი დააფარო. ვერ ხედავდეთ რა არის ხელი. ილომაც რო არ დაინახოს. ამაზე? არა, შენთან გააგორე უბრალოდ რა. უბრალოდ გააგორე, დააფარე მე არ ვიცი. მარტო შეხედა ხო მართალი ვარ არის წვი არის გაგორებული. ნიკა. კი. ნახე მე ძალიან მარტივ ხო ილუზიონს და ჩემ პროფესიამ შემიძლია რაღაც კონკრეტული მეთოდების გამოყენებით მივხვდი რომ ნიკა რა რიცხვსაც უყურებს ეს არის სამიანი. მე კი იმას კი არ ხვდები რომ სამიანი აქვს გაგორებული. მე ვხვდები რომ ნიკა სამიანი. მაგარ თქვათ. ხო, შეგიძლია გვაჩვენო რომ ნამდვილად სამიანი გაქვს გაგორებული. ნიკა მე შეიძლება გამოვიცნო თუ რა კამათელი გაქვს გაგორებული.
მაგრამ საინტერესოა გამოვიცნობ თუ არა წინასწარ რა კამათლებს გააგორეთ. აი ეს არის მთავარი კითხვა. ამიტომ მინდა ეხლა თუ გინდათ ისევ შეამოდეთ ამდენჯერაც გაგიხარებათ გააგორეთ, მაგრამ თქვენი მიზანია რომ თითო-თითოჯერ გააგოროთ ორივე კამათელი და თქვენს მიერ გაგორებული კამათლების წყული დაჯამდება და შესაბამის მსახიობს აირჩევს. თუ გინდა თითო-თითო გააგოროთ, თუ გინდა ორივე გააგოროთ. გააგორებ, გინდა ერთი შენ გააგორო. არა. მოდი რა. არა, ორივე შენ უნდა გააგორო ორი კამათელი, მე უნდა გავაგორო ორი კამათელი. თუ გინდა თითო-თითო გააგოროთ. ესე დავდე პირდაპირ. იყოს ეს. აი, მაშინ აწია და გვანახე რა რიცხვი გაქვს გაგორებული. მე გამოსებას არ ვაპირებ. 7-იანი. ნიკამ გააგორა 7, ეხლა გააგორებს ილო და შენი რიცხვი დაემატება 7. და არის 5. და ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე-12 არის ილო ბეროშვილი. მაგითო დავიწყეთ რა, ხო ვიცოდი რომ აქ მივიდოდა ხო, რა. საინტერესო რა არის, რომ თქვენ შეგიძლიათ კიდევ ბევრჯერ გააგოროთ, რომ ნახოთ რომ აქ სხვადასხვა ციფრები ამოდის, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილებით, ანუ ჯამური გაგორებით, ამოვიდა 12 და რიგით მე-12 მსახიობი გახლავთ ჩვენ და გასაკვირად ილო ბეროშვილი. ახლა ექსპერიმენტი მეორის კითხვა მდგომარეობს შემდეგში. გახსოვთ ეს კონვერტი, რომელიც მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში აქტივს. მე გეგმებით რომ აი აქ ერთი მსახიობის ფოტო მაქვს წინასწარ ჩადებული. მხოლოდ ერთი ფოტოა. რატომღაც ეს ფოტო ზუსტად ილო ბეროშვილია. თქვენ უნდა გადაწყვეტოთ ეს არის შესაძლებელი თუ შეუძლებელი. ჯერეთი პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ აი ამ სასტავში გაბრია ჩვენ. დავიწყოთ აქედან ჩვენი ოცნება ახდა. ეხა გავაგზავნოთ. პირველი გაგიზია რომ რას ნახე წინაზე დამაგულნი მეთქი თქვი და მე ერთი ადგილის თამაშმა ტრაქს გულისხმობ სადამდეც მეგვიყვანა. მოდი ვაღიაროთ რომ უკვე ბევრი რამეა შესაძლებელი. ხო, ჯერ პირველ რიგში ჩვენ მივხვდით რომ გამორიცხული არაფერი არა, დავიწყოთ აქედან, მაგრამ ერთი რამეა, თუ ნახე რატომ გონია ლოგიკური რომ შეიძლება აქ იყოს. იმიტომ რომ სადაც ის გაარტყა ტიპმა, რომ ჩვენი დაჯამებით მივიდა და მაინდა-მაინც აქ მივიდა. ხო. არ დაჯდა 10, არ დაჯდა 13. აი მაგიტომ ამ ლოგიკით ვფიქრობ. ლოგიკურად ხო შევხედოთ და მესმის რომ ლოგიკა აქ არაფერი შუაში აღარ თან არ დაგავიწყდეს რომ წინ მე რასაც დავსვამდით ის იცოდა რა. არა რომ იქამდე რო გამაგორებინა ერთი წადინა გახსოვს გავაგორე კამათელი და იცოდა. ანუ იქ რაღაცები იცის. ესე იგი ამას ბევრი რამე შეუძლია. ამას შეეძლო გაეგორებინა და ისეთი კომბინაცია დამჯერიყო რომ ოსკარი ამოსულიყო აქ. ხო არ არის? მაგრამ ესეც შეეძლო. ანუ მოდი ამ ლოგიკას გავახსენე. არა ნახე. მოდი აბაახლიდან თუ დავსვამ. ახლა რომ ლუი დე ფუნესი ამოვიდეს. დრო გავ ერთი უცებ ექსპერიმენტი გავაკეთოთ. ეს 6 გააგორე ახლა უცებ დროზე. ეს 7, 6 და 7 13. აი ჩვენ შორის ულამაზესი. აქედან ვიწყებ. 13 აწერია პირდაპირ. აი 13. ანუ ეს აღარ დაჭდა. კიდე ერთხელ უცებ 6 9 აღარ დაჭდა. 15. შეგახსენებთ რომ შესაძლებელი ნიშნავს რომ ეს ნომერი თავიდან რომ დავიწყოთ. ხო. მე კი არ გეუბნებით რომ აქ სულ აღარ გამოვა. არა. შესაძლებელი ნიშნავს რომ სულ გამოვა. გეხვეწები ერთხელ არველაძეები მოიყვანე და მაგრამ აინტერესებს ტყუპების მაგია თუ აჯობებს შენ მაგიას. აუ აქ რა ატყდება. არა შეჭება შანსი არ არის რა. ტიპი რას გვეუბნება რომ თვითონ რო იტყვის რომ გააგორეთო. ხო. და თამაში რო დაიწყება რომ აი მიდი გააგორეთ, მაშინ დაჯდა მაინდა-მაინც. იმის მერე მე და შენ ისე რომ ეს ამან თავისი ტელეპათიური რაღაცები გათიშა, მე და შენ ვსვავთ, ხან 13-ია, ხან 10-ია, ხან 15-ია. რას შვება მანდ ისეც იმ დროს, რომ მაინდა-მაინც ეს რო იტყვის, თამაში ეხა არის, მაშინ ჯდება ეს და როცა იტყვის, არა, ანუ პირველად დაჯდა, როცა გითხრა და იმის მერე აღარ ჯდება. ანუ თქვენი პასუხი არის ილო გეტყვის. მე მგონია რომ შესაძლებელი იმიტომ რომ სადაც ეს დასვა რა ალბათობაა იმისი რომ ამდენი ტიპიდან მაინდა-მაინც მე 1.20 ჩვენი შეჯამებით ეს იცი ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს შენ დაგსვავდა თუ მე დამსვავდა მაინც მგონია რომ შეუძლია რომ ეგ გააკეთოს რომ აქ ედოს ეგ ფოტო მივიღო ეს პასუხი ანუ რომ არის შესაძლებელი და არ თქვენ თვითონ არის ილო ბეროშვილის ფოტო ეს რაც იმას ნიშნავს რომ ამ შემთხვევაში პირიქით თქვენ მხოლოდ ილო ბეროშვილის ფოტო გაგწყობთ სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ 400 ლარიანი კითხვაც განიავდება. თუ გინდა გაწურე, არ ვიცი. თუ გინდა გაწურე, მაგრამ ერთადერთი მხოლოდ გვაწყობს ილო ბეროშვილის ფოტო. რაღაც დაგვენძრა ხო? არა, მე ვარ. მე ვარ. უბრალოდ მერიაზე რო იცოდეთ ესე გამოვიყურებით. ჩვენ შეგვეთვალა ეს 200 ლარი დავითრეთ ხო? ეს არის ერთკვირიანი სფერო როგორ რას მეუნები ეხა? და ეს არის სამწუხაროდ ექსპერიმენტი შეუძლებელი. და რანაირად დაემთხვა მაშინ? არაფერი არ დაემთხვა, უბრალოდ დაჯდა, დაემთხვა, რა მოხდა ბიჭო? 22 პასუხი რომ დავადასტუროთ. აი რა ხდებოდა რომ უილიამ დეფოზე გაჩერებულიყო, რაღაც ჩემზე გაჩერდა. ჩემს ცხოვრებას აზრი არ არის.
სანამ მესამე ექსპერიმენტზე გადავალთ, ჩემი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს. თუ წარსულში ვადაგადაცილების ან თავდებობის გამო შენი საკრედო ისტორია დაზიანდა, კრედო ბანკი გაძლევს საშუალებას, რომ გამოასწორო იგი და საბანკო პროდუქტებზე უკეთესი პირობები შეიქმნა. თანხის მიღება შეგიძლია ნებისმიერი ტიპის შემოსავლის საფუძველზე. ცეცხლის დამტკიცებისთანავე შენი საკრედო ისტორია მომენტალურად შეიცვლება და ყოველი თანხის შეტანისას კიდევ უფრო გაუმჯობესდება. სამომავლოდ კი ნებისმიერ საბანკო მომსახურებებზე უკეთესი პირობებით ისარგებლებ. გადავიდეთ მესამე ექსპერიმენტზე და ახლა ნამდვილად საინტერესო ექსპერიმენტი უნდა ჩავატაროთ. თუმცა სანამ უშუალოდ კითხვაზე გადავალთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ნიკა, შენ უნდა გთხოვო, რომ ჩაიფიქრო ნებისმიერი ზოდიაქო. შეიძლება აუცილებლად ის არა, რომელიც შენ ხარ. შეიძლება სხვა ზოდიაქო ჩაიფიქრო, მაგრამ შეიძლება ის ჩაიფიქრო, რომელიც შენ ხარ. შენ გადაწყვეტ, ერთი ზოდიაქო მინდა რომ ჩაიფიქრო და ასევე მინდა ჩაიფიქრო ერთი რომელიმე ქალაქი. მაგრამ წარმოგიდგენ, რომ არსად არ ხარ ნამყოფი, პირველად მიდიხარ და გეკითხებიან, რომ რომელ ქალაქში წახვიდოდი სამოგზაუროდ. აი მინდა რომ ესეთი ქალაქი ჩაიფიქრო. ჩავიფიქრე. ჩაიფიქრეთ? კარგი. ახლა მინდა რომ გავამართვა ფურცელი, კალამი და დიდად და გარკვევით, იმიტომ რომ მაყურებელსაც უნდა ვანახოთ, დაწერე ჯერ ზოდიაქო და შემდგომ ქალაქი. იო, სანამ ჩვენ ნიკა წერს თავის გადაწყვეტილებას, მინდა გთხოვო ერთი პატარა დავალება უნდა მოგცე. 1-დან 1000-მდე უნდა ჩაიფიქრო რაიმე რიცხვი, აი წარმოიდგინე გათამაშებაში იღებ მონაწილეობას და ხო შეგხვედრი აი რენდომ რიცხვი დაწერეთ. და მე რენდომ ადამიანი აირჩევა და შეიძლება შენი დაწერილი რიცხვი იღბლიანი აღმოჩნდეს და გათამაშებაში მოიგო. ესეთი 1-დან 1000-მდე შენი აზრით რომელი იღბლიანი რიცხვი იქნება და ეგ მიუწერე აი ამ გადაწყვეტილებას. მე არ შემოხედავთ, აი ესე ვიქნები. არ შევხედავთ. ესე იგი, რიცხვი მიუწერა დიდად და გარკვევით უკვე. გულთან ახლოს გქონდეს მაინც ყოველი შემთხვევაში. თუ გინდა მაგიდაზე დადე ისე რომ უბრალოდ თავარი რომ არ ჩამდეს, კარგი? კარგი. რაღაც სამი გადაწყვეტილება გვაქვს, რომელიც მე წარმოდგენა არ მაქვს შენ. რაზე იფიქრე? როზოდიაქო, ქალაქი და მით უმეტეს რიცხვი აქაც სამი წერია. ეს არის მესამე ექსპერიმენტის პასუხი. ახლა ჩვენ უნდა ასე ვთქვათ შევარჩიოთ ისეთი ნომერი, რომელიც შესაძლოა იყოს საქართველოში რეგისტრირებული ნომერი. ანუ ვიღაცასთან რომ წარმოგიდგენთ რომ დავრეკოთ რა. ამიტომ მოდი დავიწყოთ შენგან. 5 რაღაც რომ მითხრა. ნებისმიერი 5 რაღაც. იყოს 5 9 9. ახლა მინდა ორი ციფრი მითხრას იო. კი. აჰა. კიდე ორი ციფრი რო აკრიფო რენდომ. და ბოლო ორ ციფრს ჯერ არ ვასახელებთ, როგორც გათამაშებაში ხდება ხო რა. სანამ ამ ბოლო ორ ციფრს ავკრიფავთ და ამ ბოლო ორ ციფრს აქვე ვადასტურებ, რომ ილო აკრიფავს. თუმცა მე ხა კითხვა უნდა დაგისვათ რა. ახლა ამ ორ ციფრს რო აკრიფავთ, რომ მივაჭერთ, დავრეკავთ ვიღაც ადამიანთან. შეიძლება არ გავიდეს, თუ არ გავიდა, ნომერს დავიდან ავკრიფავთ. თუ გავიდა, ვინმე რო გვიპასუხებს, ნიკამ უნდა დაელაპარაკოს და ნიკამ უნდა უთხრას, ტურისტული კომპანია გიკავშირებთ, რომელიც აწყობს გათამაშებას და თუ თქვენ გვეტყვით სამ მონაცემს, ზოდიაქოს, რომელ ქალაქში იმოგზაურებდით და რაიმე რიცხვი დაგვისახოთ 1-დან 1000-მდე. მე ვიცი რა. აი ეს სამი მონაცემი უნდა ათქმევინო. და ბარემ კითხვასაც დაგისვამთ, რომ ჩემი კითხვა მესამე ექსპერიმენტის მდგომარეობს, რომ ეს ადამიანი ზუსტად იმ ზოდიაქოს, იმ ქალაქს და იმ რიცხვს დაასახელებს, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. ნიშნულოვანია, რომ ბოლო ორ ციფრს აკრიფავს ილო ბეროშვილი, გარეკავს შენ და დაელაპარაკები შენ. ეს რომ მოხდეს მე წავალთ მოვაქედან. ეხა ვიღაცას თუ დაურეკე ჩვენი და აკრეფილი მებით და იმან თქვა რომ ესო და დაემთხვა, მე მივდივარ. ეხა ხო ჯერ უნდა ვთქვა შესაძლებელია თუ არა. ორი ციფრი აკრიფ. შენ ამბობ კითხვა არის მაშინ შეძლებს ორი ციფრი აკრიფ. აკრიფე და არ და როგორც ისე რომ კამერამ არ და ვიღაც ადამიანთან თულად არ დავრეკოთ. ხო. არა, რა ვქნათ ახლა დავდოთ ტელეფონი თუ რა? ესე მექნება რა, ნიკა შენ ვქნათ, რომ არ იცნება ეს ნომერი, არ შეიძლება რა. არაფერი არ შეიძლება, კი? და რა? გეკითხებით, ეს შესაძლებელია, თუ შეუძლებელია, ხა რომ დაარეკავთ, ეს ადამიანი გეტყვით აი ამ სამ მონაცემს. არ ვიცით გავა თუ არა. ანუ ყველა პონჩი თუ ეგ მოხდება, ნიშნავს იმას, რომ დავრეკავთ ადამიანთან, რომელიც ამ ადამიანს იცნობს. არ ვიცი. რა ის რომ სიცნობდეს ამ ადამიანს რა დავწერეთ მე და შენ საიდან იცის თუ აქ არ დაურეკა რომელიმას და არ გვიპასუხა. მე გეტყვი ამ ხარ აშვება ეს. ისე დაგვაკომპლექსა წინა იმებიდან რომ ვაუ ეს ნახეს უგიჩალიჩებს, ხა ჩვენ წავთ პარანოიაში და ვიტყვით შესაძლებელია ისეთ რაღაცაზე, რაც პროსტა შეუძლებელია. შეუძლებელია. ანაირად უნდა დაარეკო შეჩემა ვიღაცასთან და იმან გითხრას რაც დაწერე შენ ზოდიაქო ისაც შენ დაწერე, ქალაქის რაც შენ დაწერე და პახოდუ კიდე მე მივამატე ბოლოს ორი ციფრი და კიდე ის მითხრას პარანოია აკიდა კაცმა და ეგა შეუძლებელია.
ჩემი პასუხი არის 600 ლარს გიხდი და ამას ამიხსნი რას აკეთებ რა. შეუძლებელი. მე პასუხი არის მივიღებ ამ პასუხს. მოდი მაინც მაყურებლის გადმოსახედიდან რომ გაურკვევლობა არ მოხდეს, უბრალოდ დავრეკოთ. მიეჭედა რეკვას. ესე ჯერ თუ გავიდა. მაინც გაუგებრობა არ მოხდეს, ნიშნავს რომ შეუძლებელია. ხმამაღალზე და ხმამაღალ დაელაპარაკე. ალო. გამარჯობა. თუ დროს ხომ არ გირეკავთ? არა. გათამაშებას ვაკეთებ ტურისტული კომპანია და მოკლედ ამ გათამაშებაში მონაწილეები მიდიან სამოგზაუროდ და გირეკავთ იმიტომ რომ ჩაგდოთ ამ გათამაშებაში. სურვილი ხომ არ გაქვთ? ანუ რომელი ხარ? არა, სურვილი ხომ არ გაქვთ? ირაკლი შენ ხარ? არა, ირაკლი არა ვარ, ნიკა ვარ. თან მესაუბრებიან, მადლობა რომ დროს მithმობთ. ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს საკითხს. ესე იგი, მოგზაურობა თუ გიყვართ? კი, და გათამაშება ამ დროს. გათამაშებაში ჩართვის სურვილი გაქვთ? გათამაშების სურვილი გაქვთ? აი ჩვენ ტურისტული კომპანია Random რეკავთ ნომრებზე და ვცდილობთ რომ ჩავთოთ ჩვენს გათამაშებაში. თუ სურვილი არ გაქვთ, გეუბნებით მადლობა რომ მომისმინეთ და წარმატებებს გისურვებთ. თუ სურვილი გაქვთ, მე რეკთავთ გათამაშებაში და რომ ჩაერთოთ, აი აქ უკვე რაღაც სამ კითხვას და ძალიან კარგი. არა, არ გეღადავებით. ესე იგი, ერთვებით ხო გათამაშებაში როგორც გავიგე? ბატონო. ძალიან კარგი. ესე იგი, სამი ნიშანი უნდა დაასახელოთ. ერთი არის ესეთი. ჰოროსკოპის ნიშანი უნდა თქვათ რომელიმე. ოღონდ 12-დან 1 არა, 11-დან 1. ანუ ეს ჩემი უნდა ვთქვა თუ ზოგადად? ვისიც გინდათ? აი, ჩემსაც ვიტყვი თევზები. თევზები, ძალიან კარგი. ეხლა უნდა გითხრათ ქალაქი. ნებისმიერი ქალაქი ვთქვა? თუ გინდათ დაბა, მაგალითად, რამე დაბა იყოს. ქალაქი ბათუმი. ქალაქი ბათუმი. არა და დაბა გთხოვეთ. ქალაქი მთხოვე. შენ თვითონ უთხარი, რაც დაწერე. იცით რა, ციფრი უნდა გითხრათ კიდევ. 1-დან 1000. რიცხვი ციფრი არა. ნუ შეგიძლიათ ციფრი გითხრათ, მაინც მოგებულად ჩაითვლებით. ციფრი თქვით, მაინც არაფერი იცვლება. მოდი 1-დან 10-მდე ციფრი თქვით რა. რომელი ხარ, ძალიან მაინტერესებს. 1-დან 1000-მდე. მე გახლავართ რიკი მარტინის ფან კლუბის ლიდერი, ერთ-ერთი და დამფუძნებელი ასევე. 1-დან 1000-მდე. არა, მართლა უკაცრავად შევყევით ამ გათამაშების ამბავს და 1-დან 1000-მდე ციფრი უნდა მითხრათ. თან რაღაცნაირად ხუმრობთ მართლა, ისეც არ მიიღოთ რა. ბათუმი თქვით ქალაქი. ბათუმში გვაქვს ტურები ზუსტად. ეხლა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი. მაშინ ამისთვის უნდა თქვათ 1-დან 1000-მდე რიცხვი და ეს არის აი რომელი ხარ 999. და თქვენ მოიგეთ ბათუმში ტური ილობეროშვილთან ერთად. მე ხო თქვი წავალ მეთქი. შენ ნორმალური ხარ ბიჭო? რატო არ ნორმალური? დაემთხვა, შეჩემა ყველაფერი. არაფერი არ დაეთქვა, რომელი ხარ, კაცო, ერთი წამი, მაიცა. თქვენი სახელი გალბატონო? ანა. არა ეგეც რა? აუ, ხო არ გადაობ, ერთი წამი. რატო თევზები, რატო ბათუმი და რატო 999? აუ, სიგიჟია, გალბატონო. თქვენი სახელი შევახსენეთ? ეს პასუხი არის. სახელი შევახსენეთ? ანა, დედასპიცა ვარ. არის აი ნუ ეხა არ ვიცი იო ფოკუსი ანა მადლობა რომ სიგიჟია და მადლობა რა ანა დიდი არა ეგ გასაგებია რომ ეგ ბანდა ამარა ნომრით როგორ ამოხსნა სახე როგორ გაგვახიეთ კაცი დაიტანჯა ფიქრობდა არ ვეღადაუშ ამე ისეთი ნარშევაწუხო და თურმე აქეთ გვეღადავება გოგო არა მოიცა იცი რატო გელაპარაკებით ასე თავს უფლებას ვაძლევთ რომ იცი რომ ჩვენ გიყავს და ჩვენ თვითონ ვართ რაღაც ფოკუსის საცდელი ბაჭიები თორე ასე არ დაგელაპარაკებოდით აუ ფოკუსნიკი არა თუ არ არსებობს ანა დედასპიცა ვარ გეტყვით სხვა გასართობი არ გაქვს ჩვენი ნების გარეშე ვერთობით სვერპლი ვარ ამ გართობის YouTube გადაცემაში ვარ მოიცა ჯერ არ დამემშვიდობოთ თუ სხვა ადამიანი ხართ ბოდის გიხთ ოკეი ბოდის გიხთ არ გეღადავებით ჩვენ გონია რომ თქვენ გვეღადავთ მე დარწმუნებული ვარ რომ იცოდით ამიტომ მაინც ბოდის გიხთ არასებულია ესეთი დამთხევა არასებულია просто როგორ ვაა გადავდივართ მეოთხე ექსპერიმენტზე რომელიც არის 800 ლარიანი კითხვა და მართლა გულწრფელი სურვილი მაქვს რომ ამ კითხვას სწორად გამოიცნოთ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს აი უბრალოდ იდოს რა. იდოს არ არის პრობლემა. სამ კითხვაზე სამწუხაროდ შეცდით.
და იმედი მაქვს რომ მეოთხე კითხვას გამოიცნოთ. ამ ზარდახშაში მე მაქვს მოთავსებული ისეთი 5 ნივთი, რომლის გარეშეც ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ცოტათი წარმოუდგენელი, რადგან აი მინიმუმ სახლიდან რომ გავდივარ, ეს ნივთები ყოველთვის თან მაქვს. ერთი ასეთი ნივთი გახლავთ კარტი მეგობრებო. გაგიკვირდებათ ხა რა თქმა უნდა, და სხვათა შორის ვისაც გაქვს სურვილი რომ ნამდვილი ორიგინალი ამერიკული დასტები შეიძინოთ, შეგიძლიათ ჩემს საიტს CardShop.gr-ს ეწვიოთ, სადაც უამრავი უმაღლესი ხარისხის დასტა არის, შეგიძლიათ გადაათვალიეროთ, შეუკვეთოთ უმაღლესი ხარისხის დასტები. აგრეთვე გახლავთ გასაღები, სახლის გასაღები ამ შემთხვევაში, სახლიდან თუ გავდივარ, შემდგომი ნივთი გახლავთ ბეჭედი, ბეჭდითაც მეყვარს ფოკუსები. აგრეთვე არის ესეთი საათი, ეს როგორ პასიცი ეს ძალიან კარგმა ადამიანმა მაჩუქა მოკითხვა მასაკიდან. ბოლო ნივთი, რომელსაც არასდროს არ ვტოვებ, სახლში ეს გახლავთ სპაიდერმენი. ეს სპაიდერმენი უბრალოდ შემაშუქა მაჩუქა და ჩემი შვილი გისდება. თილის მამაქვს უბრალოდ თან დამაქვს ხოლმე რა. ეს 5 ნივთი მეგობრებო, აი ამ ბარათებზე ასევე მიწერია და მინდა განახოთ რომ ერთი არის სათამაშო, ერთი არის ბეჭედი, არის კარტი, გასაღები და საათი. ახლა მე დავიწყებ ბარათების არევას. ეს 5 ნივთი მინდა რომ თქვენსკენ წაიღოთ. მე ავდგები, მხოლოდ ერთ ბარათს მოვათავსებ მაგიდაზე. და ეს ბარათი იქნება. ეს ბარათი იქნება აი ეს. მინდა რომ ამ ბარათს რომელიმე ნივთი წინ მივუდოთ. თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რომელს მივუდეთ. ერთი ნივთი. გასაგებია. Lord of the Rings. მომეწონა აი რო არ დავფიქრდი, ძალიან მომეწონა ეს გადაწყვეტილება. გადი ბიჭო. ახლა შეგრძნება, როდესაც მატყუარას გატყუებენ. ახლა ავდგები და ორ ბარათს რაყობ მატყუარას ჯოჯოხეთი იცი რა იქნება? სადღაც გვიშვებენ და იქ ყველას გვატყუებენ, შენ ფოკუსებს გიგეთებენ და ერთ-ერთს ვერ ხსნი, აი აი იქნება შენი ჯოჯოხეთია. ახლა გავდებ ორ ბარათს და მინდა რომ ორი ნივთი მივუდოთ ამ ორ ბარათს. ერთი აქ და მეორე კარტი აქ. და ბოლო ორი ნივთი რომელიც დარჩება იყოს ერთი აქ და ერთი აქ. და ეს ორი ნივთი შეიძლება რომ გადაანაწილოს. ან ეგრე. ძალიან კარგი. მოდი არ გავწელო და პირდაპირ დაგისვათ მეოთხე 800 ლარიანი ექსპერიმენტის კითხვას, რომ ბარათები როგორც მე განმათავსე და ნივთები როგორც თქვენ მიუწყეთ, ზუსტად ყველა მათგანი ერთმანეთს ემთხვევა. ანუ აქ რომ გადმოვატრიალებთ, ბეჭედი წერია, საათი, კარტი, ადამიანი რობობა და ანუ სათამაშო და ბოლოს გასაღები. თქვენ გადაწყვეტეთ ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელია. ვიცი რა გვიქნა? აი მეოთხე ტური რომ დამთავრდება, მინდა რომ 1-4-8 კიდე იყოს და საგვიშვებს რა. ეგ ერთი მაგრამ. ხო გეუბნები, ვიცი როგორი თამაშია, ერთ სეზონს ესე გაატარებს, სპონსორია ყოლება, 200 ლარიანი ბარათი და მე ჩვენ მოვალთ ფულით. ბიჭო რა მაგარია რა. არა, მე მგონია რომ ჩვენ იმხელად ფოკუს აღარ აქვს მნიშვნელობა, აი სად გვატყუებს მარტო ის გამაგებინეთ, აი ერთი ნაწილი. აი იმის მერე მგონია რომ აი გორილაითი რაღაცა იცი ახლა ეგ რო აი. ხო რა ახლა იმის მერე მგონია რომ აი ეს არის შენთვის ეს და მით და გაიგე. ნახე ეს ის ხო არის რაც მე მინდა რომ შენ გაფიქრე. ხო ეგეც არის შეიძლება მაგრამ ბიჭო იცი რა კატა ჩაატარა, იქ ბოლოს თითქოს ორი კარტი, აი ეს აქეთ იყოს თუ ის იქეთ იყოს. ეგ ხო ნიშნავს რომ ესე იგი ის სამი უკვე გაწკეპილი უნდა კონდეს, იმას რომ ნიშნულობა კონდეს, ესე იგი აი ესე ხო კონდა და ნივთები ხო აქილო და ამას ხო აკეთებდა და უცებ ეგეთი რაღაცა გაკეთა. და რაღაცა ვითომ აი დაფიქრდა. ხო და აი მაგას კატას გვიკეთებს მე მგონი არ ალბათ არ შეიძლება. ეს რატო უნდა გააკეთო? ჩადოქრის საათია. ძალიან დიდი ჩატლახი კაცი ხარ სი. გივი სიხარულიზე რომ მოიყვანო. ეს რა გამიკეთა თო? რაღაცას მატყუებს თო? თქვენ ჩემი ფული გინდათ? გეტყვით. პოლემოჯი. ამოიღე რა რამე ხურდა არ გვიდევს ავაგდოთ შეუძლებელია თუ შესაძლებელია. როგორ გავხსნა? იყოს არ მინდა ამითი და ის კიდე. რომელია? კაი. ბიტკოინი თუ არის შესაძლებელია და აი ეს უკანა ნაწილი რაც არის სქემები შეუძლებელია. ეგეც რო გათვლილი კონდეს და გვაგდებინებდეს ესე. შეუძლებელია რა. ჩემი შენი და ამის დაემთხვა რომ შეუძლებელია. მეც თქვი შეუძლებელია, ამანაც შეუძლებელია. სამი შეუძლებელია აქ. და სხვათა შორის როდესაც ადამიანი არის აი 50-50-ზე ფიქრობს რა რაღაც გადაწყვეტილებისგან შედგას, ყოველთვის უნდა აგდოს მონეტა. რადგან სანამ მონეტა ჰაერშია, გულში ყოველთვის გაგიებებს ის მხარე, რომელიც გინდა რომ დავარდეს. და რადგან თქვენ ხა შეუძლებელი თქვით, დაადასტუროთ ან მონეტამ რა. ხო. პასუხს მივიღოთ შეუძლებელი. რაც იმას ნიშნავს მეგობრებო, რომ აი აქედან ერთი ბარათი მაინც შეცდომით არის 800 ლარიანი კითხვა გამოსწორებელი გაქვს. ნებისმიერი ბარათი რომ გადმოატრიალო. ხო. მოდი მე იმას პასუხს მივხვდები, გადმოატრიალო. კარტი უნდა იყოს მაგრამ.
ამად არის აა გასაღები რაც ეგ არის ის ხო მაგიტო გააკეთა ხო ბიჭო, აი მაგიტო გითხარი რა, ვაიმე სად ტურაობს, ხდები? ამას როგორ უნდა ენდო რა? და მეოთხე კითხვაზე პასუხი არის ამას სად უნდა ენდო? შეუძლებელია. კი მეგობრებო, გილოცავთ 800 ლარიანი კითხვის გამოცნობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ჩვენ გადავდივართ მეხუთე საბოლოო დასკვნით რაუნდს. ახლა უკვე ვთამაშობთ თქვენს მიერ გამოცნობილი მეოთხე ექსპერიმენტის 800 ლარის მოპოვებაზე. ამ რაუნდში რაღაც მინიშნებს მოგცემთ, რომელიც არ ვიცი, შეიძლება გულწრფელი იყოს, შეიძლება არ იყოს, ეს თქვენ უნდა გადაწყვეტოთ. თქვენ უნდა ამომიცნოთ. აი პოკერის თამაში მიყვარსო, როგორც პოკერის თამაშის დროს უნდა ამოიცნო მოთამაშის ბლეფი, ჩათვალეთ, თქვენ უნდა ამომიცნოთ, მე ვბლეფობ თუ არ ვბლეფობ. ამ ორი კონვერტიდან ერთ-ერთი მოთავსებული არის მეგობრებო, ვიბი ბარათი, და თუ თქვენ სწორად გამოიცნოთ კონვერტს, ვიბი ბარაზე ჩვენი სპონსორი Whitebit Georgia დაგირიცხავთ თქვენს მიერ დაგროვებულ 800 ლარს, რომელიც შეგიძლიათ ან უბრალოდ გაიტანოთ საბანკო ტერმინალიდან, ნებისმიერ ტერმინალიდან, ან გამოიტანოთ ბარათი, გადაიხადოთ ნებისმიერ ადგილას. ან გააკეთოთ თქვენი პირველი კრიპტო ინვესტიცია. თქვენ როგორც გაგიხარდებათ. ახლა მგონი გადავიდეთ ჯობია პირველ მინიშნებაზე. არ შე თუ წარმოგიდგენიათ თვითონ როგორ ერთობა ეხლა. აი ამ ხარეს მე მივაკრავ ლარის stable coins. ზუსტად იმის ლარის stable coins რის სახითაც დაგერიცხებათ თქვენ 800 ლარი ვიბი ბარათს. რატომღაც ეს მინიშნება იქნება ამ კონვერტზე. ხოლო აი აქეთა კონვერტზე მოდი მივაკრათ აი ესეთი crash-ი ეწოდება კრიპტოში, როდესაც ვალუტა კვდება და ჩამოდის ნულზე, ანუ გაკოტრება. იქ რაღაცის სიკვდილი ხატია. აქ რაღაცის სიკვდილი ხატია. Like stocks? ხო, you know. გაკოტრება რა. Okay. მაინტერესებს პირველი მინიშნებით, ანუ ხო არ ფიქრობთ რომ ხო რა თქმა უნდა იქ არის ხო პირველი მინიშნებით იქ არის თუ ეს გულწრფელი არის თუ არა შენ რა ცდილობ ერთია და რას მიგვანიშნებ მეორეა რამდენად ეგრეა ხო, ჩვენ უბრალოდ პირველ ნაწილს მოდი მეორე მინიშნება დავამატოთ. ნიკა, შენთან ერთი კითხვა მაქვს. დიახ ლაშა. მე ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს რატოც. მოდი აქეთ იყოს. აჰა. ბაიკით სიარული. აი ბაიკი და ქრეში ერთად როა რაღაცა ხო, ზოგადად უცნაური. აი ახე მე რომ მიყვარდეს ბაიკით სიარული ალბათ იმ კონვერტს ავიჩევდი, მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც კომფორტულად დადიან. მე და კიანურიზი არა ეს მინიშნება უკვე ალბათ ამ მინიშნებით ეს კონვერტი უფრო მიმზიდველია თუ გამოიყურება შენთვის მაინც. თუ გინდა რომ ეხლა ეს მარტივი მახედა ამიგო, ალბათ ავტობუსის კონვერტზე მეტად ამ ლოგიკით. არლი დევისონ, როგორი მოდელი თუ შენთვის. და ისე შეიძლება რომ რაც ფოტოებზია ის ავიღოთ და არა რაც კონვერტშია? არა ხო? ოკეი. იცი რას ვფიქრობ? ნახე, ის არის სტაბილურობა, ბაზარი არ არის. აქ არის extreme vision-ია, ნახე ის ჩამოვარდა stocks რაღაც ამბავს და ხო და და აქ კიდე ის არის რა, ანუ მოტოციკლეტი. იდეაში ახლა თუ ამაში სიმბოლიკები არის თუ სუგავრეკეთ ჩვენ. აი ანუ არის ხო? არ არის, სუგავრეკეთ. ოკეი. მადლობა გულწრფელობისთვის. ერთ მინიშნებას ცალსახად ილოს დაუსვა. მე ვიცი რომ შენი კარიერა ძალიან არა მარტო შენი ნიკას, მაგრამ შენ შემთხვევაში რადგან შენი მინიშნება უნდა იყოს საფუძვლიანად უკავშირდება სამსახიობო კარიერას. აი მარტო მსახიობი რო ყოფილიყავი და არა შოუმენი და კიდევ არა ერთი და არა გამოკლებული. მხოლოდ მსახიობი რო ყოფილიყავი, რა მაინტერესებს? მხოლოდ მსახიობი რო ყოფილიყავი. შენს კარიერას თეატრს დაუკავშირებდი, თუ ადგებოდი და საშუალება რო გქონდეს ჰოლივუდში წახვიდოდი. ოფ, მარტივი. აი აქ იმის თამაში. დედა! ამას არ მიშევნია რომ იქ ვიყო შეცემა და გაგიცოცხლა ეხლა. გასაგებ. ან ჰოლივუდს დაუკავშირებ. აუცილებლად. მაშინ მოდი ასე გავაკეთებ. საქართველოში დაბადებულო ფიქრების გორა, აი გარშემილია გეხოცები რა, ეგრევე. Holy fucking wood. თეატრი მაშინ რაც ეს არის ჩემი საბოლოო მინიშნება. ნახე, ის ავტობუსი რაღაც დატვირთვას ხო ატარებს? მე მეგონა რომ აირჩევდა შეგვიძლია რომ ჩამოვიძდეთ. ჩვენ მაინც 90-იანი წლების ხალხი ვართ და დიდი ხანი ფეხზე ვერ. არ ვიცი რა ხდება. მე ვიტყვი ჩემას, ბოდიში ძალიან. თქვენ გვეუბნება რომ ამაში ლოგიკა არავითარი არ არის რა. იქ არის სტაბილურობა, ფული, ავტობუსი, ასევე სტაბილურობაა, ხო? იქით დადიხარ, დღეს ხარ, ხვალ არ ხარ. ხო. და შენ 800 ლარი რამე სტაბილურობასთან ასოცირდება შეჭ. არა, ექსტრემია. ერთი არა, ფაქტია რომ 800 ლარი. ოკეი, ჰოლივუდი. იქ არის ჰოლივუდი და აქ არის თეატრი.
მე უყურე, იქ არის დოლარი, აქ არის ლარი. ახსამაგეროდ იქ არის ლარი, აქ არის დოლარი. 50-50-ია საბოლოო ჯამში აქ რაც ხდება რა, მე ასე ვფიქრობ რა. ისევ ბიტკოინი ავაგდო თუ რა უქნათ იცი? ბიტკოინმა გაამართლა. ხო, მოდი კიდე ავაგდო. რაც კი დაისავაგდო. თუ გინდა ქვა ავაგდო და თავი შეუშვირო. მე მგონი ეგ ბოლო ეგ არის ჩვენ ისე გამო რაც ჩვენ რომელი ისევ არ დავმახსოვრებია. კიდე იგივე მემართება. თუ ბიტკოინი ამოვა, იქით არის, თუ ეს ამოვა, ეს არის. ბიტკოინი იქით არის. მოიცადე, ხა ეგ მაგან გვითხრა რა. ეს ამან გვითხრა რა. მაგან გვითხრა შეჯება და იქ 800 ლარი არაა გასამაზი ახლა. ეგ გაიგეთეთ რა. ეს თუ წავაგე. აუ, ხათო, რა უნდა. აი. რა შენი აზრი მითხარი რა ესენი ყვილა ხო არა გოგლიმოგლიმ ყვილა ვაშ სახეს გვახებს უბრალოდ რომელი გასაშიდებს რა რომელი ჭიდებს ბლაი აი მისე მინიშნებაო და ესე იგი რაღაც მინიშნება ხო მინიშნებას მაძლევდა მთელი გადაცემა შეჭი მინიშნებას არა იმას გაძლევდა არა აქ ბიჭო მაგას მნიშვნელობა რა ჯერ სიკვდილი დაგიხატა მე თეატრში სუყდებიან აქაც მოტოციკლეტიაო იქ ჰოლივუდიაო სიკვდილთან რატო უნდა იყოს ჩემი აზრით ესე სიკვდილთან ასოცირდება თეატრში ხო პაგალონა ყველა ყდება ყოველთვის და აქაც რაღაცა ეგ თემა რო ეს ყდება და ის არის ხო და ეგ არის ხო რა ვიცი ამას ხო რა პრობლემა რა პრობლემა ეგ არის იყოს ის გასაგები თქვენი გადაწყვეტილება მივიღე თქვენგან მარცხენა კონვერტში ფიქრობთ რომ მოთავსებული არის ვიბი ბარათი ერთში დევს ერთში არ დევს ვიბი ბარათი ერთი цаრიელია უბრალოდ და ერთში ყველა მარტივი ჭეშმარიტება ყოს სირთულე მგონია შორის წინა ექსპერიმენტში თქვენმა იღბლიანმა ქოინმა მოგაგებინათ საინტერესოა გაგრძელდება თუ არა ეს კანონზომიერება ხო და სანამ გავიგებთ აქტებს თუ არა ბარათი აუცილებლად დაალაიქეთ მეგობრებო გამოიწერეთ ახი ავიდეთ 150 გამომწერზე ეს ეპიზოდი თუ აბა 10000 ლაიქზე არ გადაძებს მოვიცეთ არ გადაძებს მოვიცეთ ხო მოვიდნენ დაითამაშოთო ჩემონიკა შენ ახლა უკვე მოხვიდე ჩემ მოლაშახ რა თუ შეიძლება აი ამ კონვერტთან დადექი ან ორივე დადექი თუ არა იყოს მე იმას ვერ გადავ არა უბრალოდ დადექი ესე ჩემი ესე პირდაპირ აი ესე სანამ გახსნი მინდა ჩვენს ახალ სპონსორს კრედო ბანკს გადაუხადო მადლობა იმისთვის რომ ჩვენი მეგობარი კომპანია გახდა მადლობა მას ბევრ საინტერესო შეთავაზებას გაგიზიარებთ კრედო ბანკის მხარდაჭერით შეგიძლიათ კონვერტი აიღოთ გახსნათ და შეამოწმოთ შიგნით დევს დილო ბარათს ნიკა მე მიყურე თვალებში გახსნის აი გარის ილო თუ არა და გააცრე თუ გინდა ერთად არა უგრძნო რა გეუბნები გძნო აი რაღაცა მოდის პირველად მე მინდა პირველი კრიპტო ინვესტიცია ჩემპიონს ეგ არის დავსი ბიჭო ჩემი ლაკი კოინი გამეჩი და ცხოვრებაში დღეს დავით დავსვი და რომ დავამტკიცოთ რომ მეორე კონვერტი ნამდვილად ცარიელი იყო მეგობრებო არაფერი არ დევს აქ ახი რა გაუკეთებიათ რომ ერთ მიხვდე იქ რა მე არ ჩანდეს რა კარდონი დევს რომ გამჭირვალე არ იყოს და მადლობა რომ მოხვედით და ესეთი ემოციები გაგვიზიარეთ. მადლობა შენ იმისათვის რომ კიდევ ერთხელ დაგვანახე რომ ფაქტებზე ბევრად საინტერესოა ძალიან შემოვნო ეს გართობა რა ძალიან სიგიჟეა ძალიან მაგარია რა